მომავალ წლებში, როცა უკრაინის ომი დასრულდება და ჰოლივუდი ახალ ბლოკბასტერ ფილმზე მასალას ეძებს, მოსაყოლი ბევრი ამბავი იქნება. მაგრამ ერთი ამბავი, როგორც ჩანს, ყველა დანარჩენზე მაღლა დადგება. ეს ამბავი თითქმის ძალიან გიჟურად ჟღერს იმისთვის, რომ რეალური იყოს, რადგან ეს ეპიკური მასშტაბის ისტორია. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რეალურია და მასში არის ყველაფერი, რაც ბლოკბასტერს სჭირდება. აშკარა ბოროტმოქმედი, გმირი ჯარისკაცები და შედეგი, რომელიც მაყურებელს სახეზე უზარმაზარ ღინილს უტოვებს. ეს არის ნამდვილი ისტორია, ყველაზე შთამბეჭდავი გათავისუფლების მარშის შესახებ უკრაინის ომის ისტორიაში. ჰოლივუდო, დაიწყე ჩანაწერების გაკეთება. ყველაფერი იწყება გეგმით. ბნელ ოთახებში და ოპერატორების რაც შეიძლება მცირე წრეში მუშავდებოდა გეგმა, რომელიც საბოლოოდ იქცა საწყის წერტილად, რომელმაც განსაზღვრა ლეგენდარული უკრაინული კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში. ჩვენ უკვე ვიცით იმ კონტრშეტევის შედეგები, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე შედეგები. აპრილის 6-ისთვის უკრაინის 480 კვადრატული კილომეტრი უკვე გათავისუფლებული იყო და კიდევ მეტი ტერიტორია გათავისუფლდა იმ თვეში, რამაც რუსეთი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ 2024 წლის შემდეგ პირველად დაკარგა უკრაინაში ტერიტორია. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. კონტრშეტევის დაწყებამდე კვირებითა და დღეებით ადრე ყველაფერი მაქსიმალურად ჩუმად ინახებოდა. ბატალიონის მეთაური ვადიმი, რომელსაც კოდური სახელით ლაითჰაუსი იცნობენ, საბოლოოდ ოპერაციის ნაწილი გახდა უკრაინის 110 მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად, სადაც მისი ბატალიონია განთავსებული. აქ ყველაფერი საიდუმლოდ კეთდებოდა, ამიტომ ძალიან ცოტამ ადამიანმა იცოდა ამის შესახებ. ამბობს ვადიმი კიევ ინდეპენდენტთან საუბარში თავის სამეთაურო პუნქტიდან ზაპოროჟიეში, იმ რეგიონში, რომლის დასაცავადაც უკრაინის გამორჩეული გათავისუფლების მასში იყო დაგეგმილი. ვადიმსაც კი მიუხედავად იმისა, რომ ბატალიონის მეთაური იყო, თავიდანვე არ გააცნეს მთავარი საიდუმლოებები. უკრაინა ვერაფერს ანდობდა შემთხვევითობას. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით შეტევა იყო ქვეყნის მთელი სტრატეგიის საფუძველი, რომლითაც უკრაინა რუსეთის გაზაფხულის შეტევას პასუხობდა, რომლის სამიზნეც დონეცკი და ზაპორიჟიას ქალაქი იყო. წარუმატებლობა უკრაინას მთელი წლის განმავლობაში არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებდა. წარმატებისთვის. როგორ ფიქრობთ, როგორ მიაღწია უკრაინამ იმ დონეს, რომ ახლა თვეში 35,000-მდე დანაკარგს აყენებს რუსეთს, ხოლო პუტინის მარიონეტებს აიძულებს მასობრივად დაიღუპონ მხოლოდ იმისთვის, რომ აპრილში დონეცკის სულ რაღაც 53 კვადრატული კილომეტრი აიღონ. მაგრამ ეს ყველაფერი, ისევე როგორც გასათავისუფლებელი ტერიტორია, ჯერ კიდევ წინ იყო. საიდუმლოებით მოცულმა დამგეგმავებმა ყველაფერი გაითვალისწინეს. ისინი, ვინც ისტორიულ კონტრშეტევაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ამის შესახებ მხოლოდ ბოლო წუთს შეიტყვეს, რადგან უკრაინის დამგეგმავები შიშობდნენ, რომ ჯარისკაცების მიერ სახლში დარჩენილ გოგონებთან საუბრის დროსაც კი შეიძლებოდა რაიმე ინფორმაციის მოპოვება, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მიეწოდებოდა. უკრაინას უბრალოდ არ შეეძლო რისკის გაწევა, რომ ფარული აგენტები გეგმას ჯერ კიდევ განხორციელებამდე აღმოაჩენდნენ. ოლე, რომელიც უკრაინის სადესანტო საიერიშო ძალების 158 საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსია, კიევ ინდეპენდენტს უყვება, რომ მისი ბრიგადის 2000-ზე მეტი წევრიდან მხოლოდ 10 აცნობეს გეგმების შესახებ და მათაც მხოლოდ კონტრშეტევის დაწყებამდე 2 კვირით ადრე შეატყობინეს. მიზანი ნათელი გახდა, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც რუსეთმა სამხრეთ რეგიონში 2025 წლის ბოლოს თავისად გამოაცხადა. პუტინი ამ მიღწევებს აქებდა და ამასთან ერთად უკრაინის თითქოს და დანარჩენ ადგილებში დაშლის შესახებ ისტორიებს იგონებდა. პოკროვსკი შეიძლება დაეცეს, უთხრეს რუსმა მეთაურებმა პუტინს. ისინი იტყუებოდნენ. მსგავსი ისტორიები ვრცელდებოდა კუპიანსკზეც, თუმცა უკრაინის სწრაფმა კონტრშეტევამ, რომელმაც ქალაქის უმეტესი ნაწილი დაიბრუნა, ეს ამბები დაასრულა. მომავალი ოპერაციებისთვის საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლების გარდა, უკრაინა მიცოდა, რომ სამხრეთის გეგმების წარმატება სჭირდებოდა, რადგან ასე შეძლებდა პუტინის მიერ შექმნილი რუსეთის უპირატესობის ნარატივისთვის ბზარის გაჩენას. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზეწოლის პერკეტად იქცეოდა. და როდესაც დაგეგმა დასრულდა, შესაძლებელი გახდა მომზადება. პირველი ბღის წესრიგში იყო უკრაინული ქვეითი დანაყოფების დაცვა, რომლებიც მთელ გეგმაში გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ. კონტრშეტევა დაგეგმილი იყო იანვრის ბოლოსთვის და უკრაინის ამოცანა იყო რუსული არტილერიის დანაყოფების განეიტრალება, რომლებიც უკრაინის ქვეითებზე ცეცხლს დააკრიდნენ, როდესაც ისინი ცდილობდნენ წინსვლას ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში. ოლეს ბრიგადას დაევალა ეს ამოცანა და მისი ბრიგადის დაზვერვის უფროსი ილია კიევ ინდეპენდენტთან საუბრობს, თუ რატომ იყო მათი სამუშაო ასეთი მნიშვნელოვანი. მტრის საცეცხლე ძალის განადგურებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ნებისმიერ ოპერაციაში, რადგან ყოველი მტრის ქვემეხი, რომელიც მუშა მდგომარეობაში რჩება, ჩვენს დანაყოფებს მიზანში ამოიღებს მისიის ყველა ეტაპზე. ილიას და დანარჩენ 152 საარტილერიო ბრიგადას წინ მონუმენტური ამოცანა ელოდათ. რუსული საარტილერიო დანაყოფების აღმოჩენის გარდა მათ ასევე უნდა ეპოვათ დაახლოებით 400 ერთეული ტექნიკა, რომელთა უმეტესობა დასავლეთის მიერ მიწოდებული საარტილერიო ქვემეხები იყო, რომლებიც პოკროვსკის სექტორში იყო განლაგებული, მაგრამ შემდეგ იქ დარჩა, როცა რუსეთმა ნელა და თანდათანობით დაიწყო წინსვლა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მაშინ, როცა რუსული სადაზვერვო დრონები უკრაინული მოძრაობის ნიშნებს აკვირდებოდნენ. დღეს როგორც ოლე, ისე ილია თვლიან, რომ რუსეთს ალბათ ეჭვი ჰქონდა, რომ რაღაც მზადდებოდა, მაგრამ მისმა დაზვერვამ ვერ შეძლო უკრაინის გეგმის სრული მასშტაბის ამოცნობა. იანვრის შუა რიცხვებისთვის 152 საარტილერიო ბრიგადა ოფიციალურად რუსული საარტილერიო დანაყოფების ძებნას შეუდგა.
ტექნიკის დაბრუნება შეძლების დაგვარად მოხერხდა. ბრიგადამ შეძლო 150 ერთეული რუსული საარტილერიო დანადგარის აღმოჩენა, რაც დაახლოებით 3 სრული ბრიგადის აღჭურვისთვის საკმარისია. ეს ტექნიკა განლაგებული იყო 30 კილომეტრიან ხაზზე, რომელიც ზაპოროჟიეს ხულაიპოლედან დნიპროპეტროვსკის სოფელ ბოროზოვამდე გადაჭიმულიყო. ყველაფერი ეს უნდა განადგურებულიყო და 152 საარტილერიო ბრიგადამ ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა. თან მუდმივად ყურადღებას აქცევდა რუსეთის სადაზვერვო დრონებს. საბედნიეროდ იანვრის შუა რიცხვებში ოპერაციის დროს უკრაინას სქელი ნისლი ფარავდა. მაგრამ ეს ნისლი შეიძლება უკრაინის წინააღმდეგაც მოქმედებდეს, როგორც ეს იანვრის ბოლოს მოხდა, როცა სამხრეთ-დასავლეთში დრონები ვერ აფრინდნენ. იგივე პრობლემა რუსეთსაც ჰქონდა. სავარაუდოდ სადაზვერვო დრონებს ფრენა შეეძლოთ, მაგრამ ნისლის ასეთი სიმკვრივის გამო მათ უჭირდათ იმ პოზიციების პოვნა, საიდანაც რუსულ საარტილერიო დანაყოფებზე ცეცხლი იღურებოდა. ამ ოპერაციის შესახებ ცოტა რამ გავცელდა, თუმცა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ფრაგმენტი, რაც მიუთითებდა, რომ ოპერაცია მიმდინარეობდა. ასევე შესაძლოა მიანიშნებდა სხვა დანაყოფებზეც, რომლებიც ჩართული იყვნენ იმ მოვლენების საწყის ეტაპებზე, რაც შემდგომ კონტრშეტევად იქცა. მაგალითად 10 იანვარს გავცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის 210 ცალკე შეტევითმა პოლკმა გაანადგურა რუსული Tu-21 ვოშკა ჰაუბიცა ზაპოროჟიეს რეგიონში. 2 დღის შემდეგ უკრაინის 18 არმიის კორპუსის მიერ გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა, რომ უკრაინელმა დრონის ოპერატორებმა გაანადგურეს შენიღბული თვითმავალი საარტილერიო სისტემა. იყო თუ არა ეს დარტყმები რუსეთის არტილერიის სამხრეთიდან გაწმენდის ფართო მცდელობის ნაწილი. შეიძლება ამას ვერასდროს გავიგოთ და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ის რაც ერთი შეხედვით მცირე და იზოლირებულ დარტყმებად ჩანდა, შეიძლება რაღაც ბევრად უფრო დიდი გეგმის ნაწილი ყოფილიყო. და ის ფაქტი, რომ მედიამ ვერანაირი კანონზომიერება ვერ დაინახა, რუსულ სამხედროებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სწორედ ამას ემსახურებოდა უკრაინის მთელი დაგეგმა. ამ ეტაპზე ყველაფრის გამჟღავნება ნიშნავდა იმის მინიშნებას, რომ რაღაც უფრო დიდი იყო მოსაუდნელი. მაგრამ ამას ვერავინ მიხვდა და 152 საარტილერიო ბრიგადამ შესაძლოა სხვა უკრაინული დანაყოფების დახმარებითაც თავისი საქმე გააგრძელა. ყველაფერი ისე შეუფერხებლად არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. 152 საარტილერიო ბრიგადა თავის საარტილერიო დანადგარებთან ერთად აღჭურვილი იყო FPV და დამთმელი დრონებითაც, რომლებსაც ხშირად იყენებდა რუსული საარტილერიო დანადგარების წინააღმდეგ, რომლებსაც აღმოაჩენდა. ზოგჯერ ერთი კარგად განთავსებული FPV დრონიც კი საკმარისი იყო, რომ საარტილერიო დანადგარი სამუდამოდ გაექრო რუკიდან. ხოლო სხვა დროს შეიძლება 12 დრონი გაგეგზავნა და მაინც ძლივს მიიღწია რაიმე შედეგისთვის. მაგრამ ნელ-ნელა ბრიგადა ასრულებდა იმ დავალებას, რაც დაეკისრა. როდესაც მისი დრონები არტილერიას პირდაპირ არ ესხონდნენ თავს, ისინი რუსულ რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკას ეძებდნენ, რათა რაკეტებისთვის გზა გაეთავისუფლებინათ. მოთმინება და განძლეობა ღირსებებია. 152 საარტილერიო ბრიგადამ ეს დაამტკიცა იანვრის გმირობებით და მომდევნო თვეებში იგი გააგრძელებდა თანმიმდევრულ შეტევებს, რათა მომავალი უკრაინული სახმელეთო შეტევებისთვის საფუძველი დაედო. იანვარში 150 რუსული არტილერიის დანადგარი დაივდგა. ეს რიცხვი იყო 98 თებერვალში, ხოლო შემდეგ 115 მარტში. როდესაც უკრაინის 110 მექანიზებული ბრიგადის და 85 საჰაერო საშეტევი ბრიგადის ჯარისკაცებმა დაიწყეს თავიანთი როლის შესრულება დიდი გეგმის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაბრუნების მიზნით. მათ განაცხადეს, რომ რუსეთის არტილერიის დანაყოფები თითქმის აღარ ფუნქციონირებდა. მიწა არტილერიისგან მაქსიმალურად უსაფრთხო იყო გახდილი. ეხლა შესაძლებელი გახდა კონტრშეტევების დაწყება რუსეთის გამაგრებულ ძალებზე, ნაცრისფერ ზონებში და მის მიღმა. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ, როგორ შეცვალა ეს კონტრშეტევები, ყველაფერი უკრაინისთვის 2026 წელს ეს არის სამხედრო შოუ და ჩვენ გავჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ, თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ. უკრაინის კონტრშეტევა მასშტაბური არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში თავიდან არა. მისი საწყისი ეტაპები ტარდებოდა სქელი ნისლის საფარის ქვეშ, რაც 152 საარტილერიო ბრიგადის სასარგებლოდ მუშაობდა და ირონიულად, რუსეთს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნიდა თითქოს ინიციატივას სამხრეთში თაში თავადირებდა. საბოლოო ჯამში მხოლოდ 2025 წლის ნოემბერში შეძლეს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ნისლის გამოყენება და ზაპოროჟიეში უკრაინული პოზიციების შეღწევა. პუტინის ხელქვეითებს აშკარად ეგონათ, რომ იგივე კიდევ ერთხელ შეძლებდნენ, მაშინაც კი როცა მათ გარშემო საარტილერიო დანადგარები ნადგურდებოდა. მათ შეცდომა დაუშვეს და მალე ნისლიდან ამომავალი უკრაინული ტერორი მათ დაანახებდა, რომ სასტიკად ცდებოდნენ. დმიტრო, რომელიც 85 ბრიგადის ბატალიონის მოადგილედ მსახურობს და პირველი ჯარისკაცების ჯგუფებს ნისლში შეჭრაში ხელმძღვანელობდა, Kiev Independence უყვება გაბედულ რეიდებზე კონტრშეტევის საწყის ეტაპზე, იმ პერიოდში, რომელსაც მან ნაცრისფერი საათები უწოდა. რუსეთის ძალებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ უკრაინის ჯარისკაცები მოდიოდნენ, რადგან ვერ დააკავშირეს ერთმანეთთან მათი არტილერიის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები. ყოველი მისიის დაწყებას წინ უძღვოდა ისეთი ინტენსიური დაზვერვა, რომ ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაგავსაც კი ამჩნევდნენ, რაც რუსეთის ჯარისკაცების ადგილმდებარეობაზე მიგვანიშნებდა. უკრაინის კრეითებისთვის პირდაპირ ბრძოლა არასდროს ყოფილა მიზანი. ამის ნაცვლად უპილოტოები პირველები შედიოდნენ, რაც შეიძლება მეტრს ანადგურებდნენ. შემდეგ კი ადგილზე შესული ჯარისკაცები დარჩენილებს ასუფთავებდნენ. ეს მეთოდი უკვე ეფექტურად დამტკიცდა უკრაინის მიერ კუპიანსკის გათავისუფლებისას, ასევე ოპერაციების დროს დნეპროპეტროვსკის სექტორში. ამ ტაქტიკას ეწოდა ძებნა და განადგურება და იმ დროისთვის, როცა უკრაინული ძალები დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეში იყენებდნენ მას, თითქმის სრულყოფილებამდე იყო დამუშავებული. ხელახლა რუსეთის დამცველებსა და შემოპარულებს პასუხი არ ჰქონდათ.
თუნდაც ცა ნისლით ყოფილიყო დაფარული, უკრაინის დრონები მათ პოულობდნენ და ანადგურებდნენ. უკრაინის 95 ბრიგადამ ეს ტაქტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა. მას შემდეგ რაც პოზიციას დაიკავებდნენ, შეტევითი ჯგუფები ჩუმად აღწევდნენ 3 კილომეტრამდე სიღრმეში ნაცრისფერ ზონაში. ახალდაკავებული პოზიციის გარშემო ქმნიდნენ ბარიერს, საიდანაც შესაძლებელი იყო ჩასაფრებები რუსეთის იმ ნაწილების წინააღმდეგ, რომლებიც კონტრშეტევას შეეცდებოდნენ. უკანმავალ ჯარისკაცებს გზადაგზა ეს შეტევითი ჯგუფები ანადგურებდნენ, ხოლო ვინც უკან რჩებოდა, სწრაფად შეძლებდა წინ წასვლას და თანამებრძოლებთან შეერთებას, როცა უსაფრთხოების სიგნალს მიიღებდნენ. წინსვლა მიმდინარეობდა. მაგრამ რუსეთი მიხვდა რა ხდებოდა. თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო საკუთარი დრონების აქტივობის გაძლიერება იმ რეგიონებში შტებში, სადაც უკრაინა წინ მიიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპონტანური დრონების თავდაცვა არაორგანიზებული და ქაოტური იყო, ის მაინც საკმარისი აღმოჩნდა უკრაინის წინსვლის შესანელებლად. ზოგ დღეებში უკრაინა 1 კილომეტრსაც კი მიიწევდა წინ, მაგრამ ზოგჯერ სიტუაცია იმდენად სახიფათო ხდებოდა, რომ უკრაინის შეტევითი ჯგუფები ადგილზე რჩებოდნენ. შემდეგ რაღაც მოულოდნელი მოხდა, ყოველ შემთხვევაში რუსეთისთვის. ის რაც თითქმის არავინ იცოდა, მაშინაც კი როცა ოპერაცია იგეგმებოდა, იყო ის, რომ უკრაინის ახალ თავდაცვის მინისტრ მიხაილ ფედოროვს SpaceX-თან ჰქონდა საუბარი. საუბრის თემა მარტივი იყო. რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული არალეგალური Starlink-ის ტერმინალების სტომის შეწყვეტა, სპეციალური თეთრი სიის შექმნით, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მხოლოდ უკრაინული ტერმინალები იქნებოდა გამოყენებული. თებერვლის დასაწყისში უკრაინის გეგმის შემდეგი ნაწილი ამოქმედდა. ფიოდოროვმა წარმატებას მიაღწია. SpaceX-მა რუსეთს Starlink-ის ტერმინალები გაუთიშა და უცებ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ნელ-ნელა თავდაცვის ორგანიზებას იწყებდნენ, სრულ ქაოსსა და პანიკაში ჩავარდნენ. კომუნიკაცია მთლიანად დაირღვა. ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. შემდგომ სტატიაში BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა თითქმის მთელ ფრონტის ხაზზე შეტევის უნარის 50% დაკარგეს. ეს ნიშნავდა ყველაფრის შემცირებას, თავდასხმებიდან დაწყებული დრონებით დამთავრებული და ასევე იმას, რომ სამხრეთში უკრაინის კონტრშეტევითი ძალებისთვის შესაძლებლობები იქნებოდა. საბოლოოდ ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული სრული უკანდახევის მტკიცებულებები გავრცელდა და უკრაინის წინსვლის ტემპი საგრძნობლად გაიზარდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, უკრაინამ შეძლო თავისი ტერიტორიის 200 კვადრატულ კილომეტრამდე გათავისუფლება Starlink-ის გათიშვის პირველ 5 დღეში. ეს დაახლოებით იგივე რაოდენობის უკრაინული ტერიტორია იყო, რაც რუსეთმა 2025 წლის დეკემბერში მიითვისა. არა მარტო კონტრშეტევა მიმდინარეობდა, არამედ ის უფრო მეტ ტერიტორიას იბრუნებდა, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეგონა. უკრაინა კმაყოფილი იქნებოდა მხოლოდ Starlink-ის სიტუაციითაც კი, მაგრამ დაახლოებით იმავე დროს, როცა რუსეთის ქრეითი და სახმელეთო ნაწილები კარგავდნენ სტომას კრიტიკულ საკომუნიკაციო საშუალებაზე, პუტინი იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ყველაზე სულელურ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს, რაც კი მას ოდესმე მიუღია. რუსეთის ლიდერმა პუტინმა Telegram-ზე დაიწყო რეპრესიები, სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ უკრაინის ომის ნარატივზე კონტროლი შეენარჩუნებინა საკუთარ ქვეყანაში და ამით კიდევ უფრო მეტად ავნო თავის ჯარისკაცებს. თვით პუტინის საყვარელი პრესპიკერი დმიტრი პესკოვიც კი თითქმის დაუჯერებლად ჟღებდა, როცა თქვა: ამაში არაფერია კარგი, რუსეთის ჯარისკაცებისთვის Telegram-ის შეზღუდვაში, მაგრამ კანონი უნდა შესრულდეს. უკრაინას ალბათ ეგონა, რომ ყველა სურვილი ერთდროულად აუსრულდა. თუ პუტინი ამ მიმართულებით გააგრძელებდა რუსეთს ფრონტზე კომუნიკაციისთვის მტრედებსა და მეგაფონებზე მოუწევდა გადასვლა. ქაოსით სავსე თებერვლის შემდეგ რუსეთმა დაიწყო დროებითი, თუმცა ნამდვილად არაეფექტური გადაწყვეტილებების მოფიქრება Starlink-ისა და Telegram-ის პრობლემებისთვის. ამან რუსეთს საშუალება მისცა მეტი დრონის დანაყოფი გაეგზავნა სამხრეთის რეგიონებში. მაგრამ ისევ ამ ისტორიაში მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი, რომელიც მოულოდნელ ვარსკვლავად იქცა, კვლავ გამოჩნდა. ნისლი დაბრუნდა და რუსული დრონებზე დაფუძნებული თავდაცვის ეფექტიანობა შეამცირა. უკრაინამ ამით ისარგებლა და რისკზე წავიდა. გამოიყენა BMP, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და საბჭოთა პერიოდის T-72 ტანკიც კი, რათა ჯარისკაცები გადაიადგილებინა ნაცრისფერ ზონებში. მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა გრძელვადიანი სტრატეგია. როგორც კი ნისლი გაიფანტებოდა, ეს მანქანები ადვილ სამიზნეებად იქცეოდნენ იმ რუსული დრონებისთვის, რომლებიც ადგილზე ჩნდებოდნენ. მაინც მარტის ბოლოსთვის შედეგები უკვე ცნობილი იყო. გამორჩეული კონტრშეტევა, რომელიც ჩუმი განხილვებით დაიწყო და გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად, რაც კი უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში შეძლო, 100 კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორიის გათავისუფლებას მოჰყვა. ეხლა როცა გაზაფხულში უფრო ღრმად შევდივართ და ნისლი, რომელმაც ასეთი დიდი როლი ითამაშა უკრაინის წინსვლაში გაქრა, უკრაინის ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ეს ტერიტორია. ეს მარტივი საქმე არ არის. მას შემდეგ, რაც მძიმე ტექნიკა აღარ გამოიყენება, უკრაინა ახალ ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს ფეხით აგზავნის დახმარებას. მძიმე გზა, რომელიც შეიძლება 20 კილომეტრამდე იყოს, ელოდება მათ, ვინც ამ ამოცანას შეასრულებს, და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნაცრისფერ ზონებში, სადაც რუსული დრონები პატრულირებენ. ყველა, ვინც ამ ზონაში შედის, მეორე მხარეს ვერ აღწევს. The Kyiv Independent მოგვითხრობს მამაც ისტორიას ხანდაზმული ჯარისკაცის, სახელად ვოლოდიმირის შესახებ, რომელმაც მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის 100 მექანიზებულ ბრიგადაში და ფრონტზე დაბრუნდა მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ მიღებული დაზიანებების გამო მხედველობისა და სმენის პრობლემები ჰქონდა. ვოლოდიმირი მაინც მიიწევდა წინ, სანამ არ იგრძნო, რომ თანამებრძოლებს უკან აჩერებდა. მან თანამებრძოლებს უთხრა, რომ დაეტოვებინათ ან მოეკლათ. ეს არ არის უკრაინული გზა, ეს რუსული გზა და ვოლოდიმირის თანამებრძოლებმა ეს ნათლად აჩვენეს, როცა უარი თქვეს მის მიტოვებაზე. სამწუხაროდ ვოლოდიმირის ჯგუფიდან ყველა ვერ გადარჩა.
ერთ ხამეს, როცა უფროსი ჯარისკაცი მაღალი სიცხით იტანჯებოდა, მისი ორი თანამებრძოლი წინ წავიდა. ხოლოდ ერთი დაბრუნდა, მეორე FPV დრონმა მოკლა. მაინც ვოლოდიმირი დარჩენილ თანამებრძოლთან ერთად რაც შეეძლო სწრაფად მიიძებდა. დრონის თავდასხმა მის გააჩერა, სულ რაღაც 100 მეტრში იმ ბლინდაჟიდან, სადაც ის და მისი თანამებრძოლი ოლე მიემართებოდნენ. ვოლოდიმირის სისხლდენი ყურებით და დროებით იმხედველობის დაკარგვით დარჩა. რუსეთმა კიდევ მეტი დრონი გამოუშვა, რომლებმაც ხელყომბარები ჩამოაგდეს და ვოლოდიმირს ნამსხვრევებით დაჭრა მიაღენეს. მაგრამ ის გადარჩა, ღამე თერმული საბნის ქვეშ გაატარა ბლინდაჟის გარეთ, სანამ ოლე ელოდა შესაძლებლობას, რომ შიგნით შეეყვანა. ოლემ ორჯერ სცადა და ვერ მოახერხა. მესამედ გაუმართლა და ვოლოდიმირმა ორი კვირა ბლინდაჟში გაატარა გამოჯამრთელებაში, სანამ ისევ გარეთ გავიდოდა. მიუხედავად იმისა, რამდენად ტრაგიკულია უკრაინის კონტრშეტევის ამ ისტორიის დასასრული, ის ასევე აჩვენებს ამ საქმეში ჩართული ჯარისკაცების გულს და სიმამაცეს. თუ ვოლოდიმირი რუსი იქნებოდა, მას მიატოვებდნენ. ამაში ეჭვი არ არის. უკვე 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საბრძოლო დაღუპულთა დაახლოებით 90% გამოწვეული იყო არალეტალური დაზიანებებით, რომლებიც არ მკურნალობდნენ. ეხლა, როცა უკრაინა ინარჩუნებს გათავისუფლებულ ტერიტორიებს, ის აგრძელებს აჩვენოს პუტინს, რას ნიშნავს ნამდვილად იზრუნო შენს ჯარისკაცებზე. რაც შეეხება პუტინს, მას სურს ის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინამ დაიბრუნა, და ეს იყო მთელი ამ პროცესის აზრი თავიდანვე. რუსეთი იძულებულია გადაისროლოს რესურსები დონეცკიდან და სხვა მნიშვნელოვან რეგიონებიდან, სასოწარკვეთილი მცდელობით დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც ეგონა რომ უკვე ეკალა. დაახლოებით 2 თვეში უკრაინამ შეცვალა ფრონტის ხაზი და დაიბრუნა ტაქტიკური პოზიციები, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს რუსეთის ძალების გასაწელად. ახლა ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ პოზიციები და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი რუსი გაანადგურონ. და როდესაც წელი დასასრულს მიუახლოვდება და დაბრუნდება ის მოღუშული პირობები, რომლებმაც უკრაინის დრამატული კონტრშეტევა შესაძლებელი გახადა, პუტინი ერთ რამეს გაიგებს. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ლოკალური კონტრშეტევების განხორციელება იმ ადგილებში, სადაც რუსეთი ყველაზე სუსტია. ეს ისევ შეიძლება მოხდეს. უკრაინას მხოლოდ სწორი შესაძლებლობა სჭირდება, რადგან ახლა მას მომავალი შეტევებისთვის გეგმა უკვე აქვს. და სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა და უკრაინა სამხრეთში კვლავ იკავებს პოზიციებს, პუტინის ძალები თავს იმტვრევენ იმ კლდეზე, რომელსაც დონეცკის სიმაგრეთა სარტყელი ქვია. ტერიტორიული მიღწევები მცირდება. რუსი ჯარისკაცები რეკორდული რაოდენობით იღუპებიან და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინის სტრატეგია დონეცკისთვის მარცხს განიცდის. გაიგეთ მეტი ამ წარუმატებელი კამპანიის შესახებ და რატომ შეიძლება ნიშნავდეს ეს ომში კიდევ ერთ ცვლილებას. ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ იხილოთ მეტი ისტორია უკრაინული სიმამაცისა და გენიალურობის შესახებ რუსეთის აგრესიის ფონზე. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.